რუსების თავდასხმა განმუხურში დაკავებული ქართული სამართალდამცველების გათავისუფლება და ექსკლუზიური ვიდეო მასალა, რომელიც კურიერმა მოიპოვა. როგორი შეფასება მიეცემა განმუხურის ინციდენტს უშუალოების საბჭოს ხმობა კანცელარიაში. იმიდა უთხრა დევნილებს აფხაზეთიდან. როცა ჩვენ დაუბრუნდებით აფხაზეთში არის ძალიან მარტო. ქართულ სამართალდამცველებზე ეს არის კადრები, რომლებიც ჩვენმა კორესპონდენტმა განმუხურში მოიპოვა, ასე ეთყობოდნენ რუსის სამშვიდობოები დაკავებულ ქართულ პოლიციელებს. ეთერში კურიერი 9 საათი ზაალ დუმაშვილთან დიმიტრი ოპოლაძესთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. მოდენა 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. უცნაური პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო კალათბურთი ევროპულ არენაზე საკალათბურთო კლუბმა ენერჯი ნიუს ამსტერდამს უმასპინძლა. და გამოშვებას ვიტყობთ კურიერის მიერ მოპოვებული ვიდეო მასალით რა ხდებოდა განმუხურში მაშინ, როდესაც იქ რუსის სამშვიდობოები შეიჭრნენ და ქართველი პოლიციელები დააპატიმრეს. ფიზიკური ანგარიშწორების კადრები თავად რუსმა სამხედროებმა გადაიღეს. პირველი ვიდეო სოფელში შეჭრილ რუსებს წინააღმდეგობა გაუწია სწორედ ქართველი ძალოვანები იყვნენ. სამშვიდობოები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ ქართულ სამართალდამცველებს. თქვენ ახლა სწორედ ამ кадрებს უყურებთ. Говори. Вот он приятно. Ты видишь, форма российская одета, блядь. Что такое? Руки убери. Что, блядь, постоял? Чего, блядь? Не бляду здесь, нормально говори. Как говорить-то? Нормально человек. А я с тобой как говорю. Да все, сказали, да все. Руки убери, видео. Чего ты? Поехали. Право нахуй, блядь! Назад нахуй, блядь! Ты что, руки? Руки второй нахуй! Давай ко мне, бегом, блядь! Ты сказал! Руки, давайте! А ты что, блядь? Машина! Ты что добыл, ломаешь руку? Нахуй молчи, блядь! Машину! А ты только, сука, блядь, поворот оружия, нахуй, стреляю! Поворот оружия! Голову опустили, блядь! Подходи, сука! Оружие здесь, головы! Берите эту сторону! Сади! Нормально! ეს მასალა რუსთავის ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელს ემა გოგოხიას იმ დროს ჩაუვარდა ხელში, როდესაც რუს სამხედროებთან საკუთარი ვიდეო მასალისთვის იბრძოდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სამშვიდობოებმა დღეს კურიერის გადაღებული ვიდეო მასალის ჩამორთმევა გადაწყვიტეს ფიზიკური დაპირისპირების დროს. ემა გოგოხიამ რუსი ჯარისკაცისგან ის კადრებიც მოიპოვა, რომლებიც თავად სამშვიდობოებმა გადაიღეს. Отобрал камеру. Это его камера. Эма, как?
адмирала. Пусть он садится сейчас в своем вертолете, и пусть за своим вертолет приходит сюда. განმხუში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსის სამშვიდობოები სოფელში ჯავშან ტექნიკით შეიჭრნენ და პატრიოტთა ბანაკი ალყაში მოაქციეს. პერიმეტრს დღეს მშვიდობის მყოფელთა სამი ვერტმფრენიც აკონტროლებდა. დაკავებული ქართველი პოლიციელების გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. ქვეყნის პირველი პირის გამოჩენის შემდეგაც